და ჩვენ განვაგრძობთ პირდაპირ ჩართვებს რეგიონებიდან ბათუმის საარჩევნო უბნებზე სოდისა და კუდის თანამშრომლები პატრულირებენ რა დარღვევები დაფიქსირდა ბათუმში და როგორ მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი ბათუმიდან ნათია როყვა ჩაგვერთვება ნათია ნათია რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა მოქალაქემ შეგვატყობინა რომ ბათუმის 99 საარჩევნო უბანზე ასევე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საპატრულო პოლიცია, კუდისა და სოდის თანამშრომლები. ჩვენ პირდაპირ ეთერის დასრულების შემდეგ გადავამოწმებთ ამ ინფორმაციას და ზუსტად გავიგებთ დაზუსტებულად თუ რატომ იმყოფებიან იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თუმცა დაახლოებით 1 საათის წინ ბათუმის 79 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ კუდისა და სოდის თანამშრომლები. მათი იქ ყოფნის მიზეზი ჩვენთვის არის გაურკვეველი. ჩვენს კითხვებს თუ რატომ მოვიდნენ, გამოძახება იყო, თუ რაიმე დარღვევა, თუ დაცვის უფლებიც არ გებლობდნენ, ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩვენ არ გვიპასუხეს. რაც შეეხება ბათუმის მეორე საარჩევნო უბანს, ამ უბანზე ხმის დათვლის პროცედურა საღამოს 11 საათისთვისაც კი არ იყო დაწყებული. როგორც საარჩევნო უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაციას აცნობეს, ისინი ელოდებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ბრძანების მიღებას და ამის შემდეგ აპირებდნენ ხმის დათვლის პროცედურის დაწყებას. დაახლოებით 5-10 წუთის უკან ვესაუბრეთ, ანუ 11:30 გამოდის. იმ ორგანიზაციას, ვისაც დამკვირვებელი ყავს ქალაქ ბათუმის მეორე ნომერ უბანში, რომელმაც განაცხადა, რომ უბანზე ხმების დათვლა არ იწყება და მოტივად მოყავს კომისიის წარმომადგენლებს ის, რომ ელოდებიან CSKO-ს წარმომადგენლებს. რაც უცნაური. Exit Polls შედეგებთან დაკავშირებით მეცხრეახთან კომენტარი გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბათუმში, ბატონმა გიორგი ბარამიძემ და ასევე კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბათუმში მურმან დუმბაძე და ჩვენს მაყურებელს ახლა აქვს შესაძლებლობა ამ კანდიდატების კომენტარები მოისმინოს. ის რასაც ველოდით ამდენი ხანი, რომ საქართველოში შედგებოდა ჭეშმარიტ და დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, ეს შედგა და ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი დემოკრატიის, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვაშენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ ჯეროდათ, ჩვენ ავაშენეთ დემოკრატია და დავამტკიცეთ დღეს. მე უფრო, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა უფრო მქონდა და ორიენტირი აჭარის რეგიონზე, 6 რეგიონში მაჟორიტარები არიან გამარჯვებული. ჩვენ გვაქვს exit polls შედეგები აჭარის რეგიონის მასშტაბით, ჩვენ 2.5 მეტი შედეგი გვაქვს, ვიდრე აქვს ნაციონალურ მოძრაობას. დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა ბარიერი რეგიონალურად ვერ გადალახა. შესაბამისად არის მაჟორიტარები მიმბული ბიძინა ივანიშვილი კოალიცია ქართულ ოცნებაზე. ამ წუთებში უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს იმის დაზუსტება კონკრეტულად რომელ რაიონში რამდენი საჩივარია დაწერილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით მხოლოდ ახალგაზრდა იურისტებმა აჭარაში 40-მდე საჩივარი დაწერეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს 8 უბნის ბათილად ცნობას. როგორც ისინი ამბობენ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები. ასეთ ერთ-ერთ დარღვევად ისინი ასახელებენ ერთ-ერთ უბანზე 4 საათის განმავლობაში საარჩევნო პროცედურები ისე მიმდინარეობდა, რომ მარკირების სისტემა იყო ფაქტობრივად შეჩერებული, მარკირების სითხე გაუთავდათ და ამიტომ ვერ გადიოდა ამ მრჩევლები ამ მარკირების პროცესს და რაც შეეხება უსკოს მონაცემებს დაახლოებით 10 საათზე გააკეთა უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ბრიფინგი ჟურნალისტებისთვის, წინასწარი შედეგები გაგვაცნეს კიდევ ერთხელ და უსკოს მონაცემებით ყველაზე მაღალი ამომრჩეველი ყველაზე აქტიურობით ამომრჩეველი გამოირჩეოდა აჭარაში ქედის რაიონში, ამომრჩეველთა 71%-მა გააკეთა საკუთარი არჩევანი ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის მასშტაბით კი ამომრჩეველთა 60%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მადლობა აჭარიდან ბოლო ცნობები მოგვაწოდა ნათია როყვა.